პორტუგალიის სანაპიროზე ატლანტის ოკეანეში ნატოს ახალი საბრძოლო პლატფორმები გამოჩნდნენ. შემოწმდა ულტრათანამედროვე შეიარაღების საბრძოლო ოპერაციებში გამოყენების ეფექტიანობა. წვრთნების Dynamic Messenger-ის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სხვადასხვა ტიპის უპილოტო სისტემების ნატოს ოპერაციებში ფართოდ დანერგვა და ასევე უპილოტო სისტემების ინდუსტრიებსა და აკადემიურ წრეებთან მეტი ინტეგრაცია იყო. ნატო ამაღლებს მზადყოფნას, რომ საზღვაო ოპერაციებში მეტი დრონი გამოიყენოს. და რა ტიპის ამოცანებზეა საუბარი? We are offshore testing our drone. We're trying to find a mine here. წვრთნებში მონაწილეობთ და ზღვაში ჩვენს დრონს ვცდით, ნაღმს ვეძებთ. გარკვეულ ობიექტს უკვე შევეხეთ. ახლა უნდა დავადგინოთ რა ტიპის ნაღმია, ან თუ არაა ნაღმი, რა ობიექტია. So it has multiple applications. ჩვენი დრონი კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის შეიძლება გამოიყენოთ. წარმოიდგინეთ კაბელები ან მილები. ჩვენ შეგვიძლია მათი რუკის შედგენა ძალიან ახლო მანძილიდან და რეალურად ამ ობიექტის 3D რუკის შექმნა. ასე რომ ძალიან ადვილია იმის დანახვა, ვინმემ რამე ხომ არ დააზიანა, მაგრამ ასევე ადვილია ნაღმების პოვნა და იდენტიფიცირება. კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა ალიანსისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა თანამედროვე გამოცდილებიდან არანაკლებ მნიშვნელოვანია სადაზვერო ოპერატიული ინფორმაციის შეგროვება. მზვერავი დრონები უკრაინაში ფართოდ გამოიყენება საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისას და ზოგადად საბრძოლო ამოცანების დასანერგად. პორტუგალიაში მზვერავი დრონების თანამედროვე სისტემებიც გამოჩნდა. ესაა ჩვენი ავტონომიური საჰაერო ხომალდი მუდმივი საჰაერო თვალთვალისთვის. ჩვენს პლატფორმას ფრენის დრო 12 საათამდე აქვს და ადვილადაა შესაძლებელი მისი კონფიგურაცია. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია აღჭურვოთ იგი სხვადასხვა ელექტრონული სენსორით და ასე შემდეგ. ეს მეტ სარგებელს მოუტანს ნატოს, რადგან რეალურ დროში აძლევს მაღალი ხარისხის მონაცემებს. ეს კი საბრძოლო მოქმედებების ზონაში სიტუაციის კარგ აღქმას უზრუნველყოფს. სხვადასხვა სენსორული დატვირთვით შესაძლებელია ნებისმიერი საინტერესო ობიექტისა და სისტემის იდენტიფიცირება. საზღვაო უპილოტო სისტემები ძლიერი საბრძოლო შესაძლებლობებია, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებელი, უსაფრთხო დისტანციიდან მოქმედების უნარი. მათი მართვა შესაძლებელია ზღვიდან ან ხმელეთიდან და შეუძლიათ სხვადასხვა ამოცანის შესრულება. როგორც ალიანსის ოფიციალური ვებსაიტიდან ვიგებთ, მუშავდება კიბერ და ელექტრონული ომის სცენარებიც. პორტუგალიაში გამართულ წვრთნებში ალიანსის ის დანაყოფიც მონაწილეობდა, რომელიც პასუხისმგებელია თავდაცვის ინოვაციების დაჩქარებაზე. Diana is a small NATO body. ნატოს თავდაცვის ინოვაციების აქსელერატორი ჩრდილოატლანტიკისთვის ალიანსის ოფიციალური სტრუქტურაა და მისი ამოცანა სწორედ ინოვაციების დაჩქარება. ჩვენ ვიღებთ მნიშვნელოვან პრობლემებს, რომლებიც ალიანსმა გამოავლინა და ვცდილობთ ვიპოვეთ კომერციული ან ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების სივრცეში არსებული გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლიათ ამ პრობლემების გადაჭრა. ახალი ტექნოლოგიების მოკავშირე სამხედროებისთვის მიწოდებით და სხვა საკითხების გადაჭრით ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ნატოსა და მოკავშირეებს გაზარდონ ტაქტიკური უპირატესობა, გაძლიერდეს ინოვაციური შესაძლებლობები და შესაბამისად კოლექტიური თავდაცვაც. უპილოტო სისტემებით პორტუგალიის სანაპირო წყლებში უამრავი სასწავლო მანევრი შესრულდა. წვრთნების დროს წყალქვეშა დრონებით შემოწმდა. მანევრებში ჩართულნი იყვნენ სპეციალურად უკრაინიდან ჩამოსული დანაყოფებიც, რომლებიც საკუთარ ბრძოლაში მიღებულ გამოცდილებას უზიარებდნენ წვრთნებში მონაწილეებს. მათ ასევე წარმოადგინეს არაერთი უკრაინული უპილოტო სისტემა. პორტუგალიის საზღვაო ძალების მიერ ორგანიზებულმა წვრთნამ 24 ქვეყანა გააერთიანა. მანევრებში კი ჯამში დაახლოებით 280 ახალი უპილოტო სისტემა შემოწმდა.